მოგესალმებით. ქართულმა ოცნებამ მოახერხა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არამარტო უვიზო რეჟიმი, არამარტო ჩვენი ქვეყნის სტატუსი, არამედ იმ ევროსაბჭოს წევრობაც, სადაც ზურაბ ჟვანიამ საკუთარი ისტორიული სიტყვებით თქვა: მე ვარ ქართველი და მას შესაძლოა მე ვარ ევროპელი. სწორედ ამ დარბაზში გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ იყო ქართველი შეიძლება ჯერაც ნიშნავდეს იყო ევროპელს, მაგრამ იყო ქოცი ნიშნავს დაშორდა ევროპას, დემოკრატიას და კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. გუშინ რეზოლუციამ ძალიან მკაფიოდ გვითხრავს საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ქვეყანა კი შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ევალება, როგორც ვალდებულება და არა როგორც ფუფუნება და პრივილეგია. საქართველოში გრძელდება დემოკრატიული უკუსვლა და რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები, ისე როგორც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია არიან ზეწოლის ქვეშ. საარჩევნო პროცესის და ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის შესუსტებული და პრაქტიკულად ქართველ ერს არ გააჩნია არავითარი ნდობა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას არ შეუსრულებია წინა რეკომენდაციები. ჯამში სწორედ ყოველივე ეს აჩენს კითხვას, თუ რამდენად ასრულებს საქართველო როგორც საბჭოს წევრი ევროპის საბჭოს წინაშე ნაკის ვალდებულებებს. ეს არის ისტორიული ანტიმომენტი, როცა მსგავსი საკითხი წევრობის შესაბამისობა ღიად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს რეზოლუცია შესაბამისად არის კიდევ ერთი ქოცური, რეკორდული, მონოპოვარი საგარეო ასპარეზზე. ქვეყანას, რომლის კეთილდღეობას და განვითარებას ამ ისტორიულ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება მეტი კარგი რეპუტაცია, მეტი აღიარება, მეტი ინვესტიცია და მეტი სტაბილურობა, აი ასეთ ქვეყანას ქოცი აკარგვინებს ყველაფერ იმასაც კი, რაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან 90-იანებიდან მოყოლებული მოიპოვა ჩვენმა ქართულმა სახელმწიფომ. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის საბჭო არის მოწადინებული ამ ანტიქართული კრიზისის გადაჭრაზე და იზიარებს ეროვნული დიალოგის იმ სულისკვეთებას, რაც ლელო ძლიერმა საქართველომ ჯერ კიდევ თვეების წინ შესთავაზა ჩვენს ქართულ საზოგადოებას. მაშ რა არის საჭირო კრიზისის დასაძლევად? პირველი, ევროსაბჭო კაფიოდ მოუწოდებს, რომ უნდა ჩატარდეს ახალი, რეალურად კონკურენტული და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო მონიტორინგის მკაცრი პირობების ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება არავითარი ლეგიტიმაცია. ეს არ არის მოწოდება, რომელსაც ხშირად მოისმენ მსგავსი ინსტიტუტებისგან და ის, რომ ჩვენ ამას ვისმენთ, მოწმობს ძალიან მკაფიოდ და ნათლად, რომ ცივილიზებულ მსოფლიოს კარგად აქვს გააზრებული იმ კრიზისის სიღრმე და მასშტაბი, რაც ახლა სამწუხაროდ საქართველოში არის და რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. მეორე, პოლიტპარტიების გათავისუფლება და ძალაუფლების გადამეტების შესწავლა. ევროსაბჭოს რეზოლუცია ძალიან მკაფიოდ მოუწოდებს, რომ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირი და გამოძიებული უნდა იქნას ძალადობის ფაქტები, ისე როგორც სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების გადამეტება უნდა იქნას შესწავლილი. მესამე, ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკური ოპონენტების მდგომარეობა. რეზოლუცია მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის სარჩელი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და ასევე დაასრულოს ლიდერების უსამართლო და რა თქმა უნდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა. უცხოური გავლენის კანონმდებლობა. რეზოლუცია განგრძობითად აკრიტიკებს ეგრეთ წოდებულ უცხოური გავლენის შესახებ მიღებულ რუსულ კანონმდებლობას, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ საქმიანობას, ზღუდავს დემოკრატიულ მონაწილეობას და რა თქმა უნდა წინააღმდეგობაშია კონსტიტუციურ პრინციპებთან. შესაბამისად, ასამბლეა მოითხოვს მის გაუქმებას ან სულ მინიმუმ არსებით გადახედვას. ეს არის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ერთი ნაბიჯიღა აშორებს სრულყოფილი ერთპარტიული დიქტატურისგან. შესაბამისად, ეს არის დასკვნა, რომელსაც აქვს გავლენა ყველაფერ სხვაზე, მათ შორის საქართველოს რეპუტაციაზე, უვიზო რეჟიმის შენარჩუნებაზე, ინვესტიციებზე და საერთოდ ამ ქვეყნის მომავალზე. გამოსავალი ამ ძალიან მძიმე და სამარცხვინო ანტიქართული მომენტიდან არის ის, რომ ევროსაბჭოს სტანდარტებისადმი ერთგულება იქნას განახლებული, შესრულდეს ევროსაბჭოს რეკომენდაციები, რაც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტას და პარტიების აკრძალვის ინიციატივის გაუქმებას. მეორე, ეს არის ხელისუფლებას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ერთიანი ეროვნული პოლიტიკური დიალოგის დაწყება იმ სწორ პირობებში, რაც ჩვენს
შევთავაზეთ ქართულ საზოგადოებას, რაც არის პოლიტპატრიოტების გათავისუფლება და დრაკონული კანონების უკანწაღება. მესამე, ეს არის საარჩევნო სისტემის და საარჩევნო გარემოს არსებითი გაუმჯობესება და ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდა. ყველა სხვა შემთხვევაში საქართველო რჩება იზოლაციაში, ეს იზოლაცია ღრმავდება და მძიმდება და აი ამ სიტუაციას, რომელიც შექმნეს ხოცებმა და როგორც არასოდეს ამ ქვეყნის ისტორიაში, არც 90-იანებში და არც შემდგომ პერიოდში არასოდეს არ ქონია, აი ამ სიტუაციას შეეწირება არა მარტო რომელიღაც ინსტიტუტის ბედი, არამედ ჩვენი ქართული სახელმწიფოს ბედი და მილიონობით ქართველის სტაბილურობა და მომავალი. და აქ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გაარსებულად გვიწყობთ არამედ უვიზო მიმოსვლას, არამედ ყველა იმ შანსს და პერსპექტივას, რაც გააჩნია ჩვენ სახელმწიფოს, მათ შორის ინვესტიციებს, მათ შორის რეპუტაციას და მათ შორის იმ ინსტიტუციურ სტაბილურობასაც ასე ძალიან ჭირდება ამ მძიმე რეგიონში მყოფ სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩვენი ბრძოლა ამ რეჟიმის მიმართ წნეხის გასაზრდელად გრძელდება. მოუწოდებთ ყველა ქართველს, რომ იბრძოლოს ჩვენთან ერთად იმისათვის, რომ რეჟიმმა განახორციელოს ყველა ეს ნაბიჯი და ქართული სახელმწიფო გადაურჩეს კრიზისს და რასაკვირველია კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ამ რეჟიმს გადადგას ადეკვატური ნაბიჯები ამ მიმართულებით და არა რუსულ, ირანულ, ჩინური მიმართულებით, რაც წარმოადგენს ქართული ერის ღალატს.